მე მგონი გავედით ლაივში. ერთი რამდენიმე წამი მოვიცადოთ, სანამ შემოგვიერთდებიან მაყურებლები. და მე ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო ინიციატივაზე, რომელიც ბევრი ჭირდება ჩვენს განათლების სისტემას მსგავსი ინიციატივები. მე მგონი შეგვიძლია დავიწყოთ უკვე. პირველ რიგში ვიტყვი, რომ ეს ლაივი ძალიან საინტერესო კი ბატონო, ხო, შეკითხვები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ აუცილებლად ჩვენ მაყურებლებს. გვინდა თქვენი შეკითხვები, იმიტომ რომ ბევრი ინფორმაცია გვაქვს, რაც გვინდა რომ მოგაწოდოთ. ჩვენი დღევანდელი შეხვედრა ძალიან საინტერესო იქნება მასწავლებლებისთვის, როგორც სკოლის, ასევე ბაღის, სპეციალისტებისთვის და მშობლებისთვის. და ჩვენი შეხვედრის თემა არის სწავლების პროცესში ბუნებისმეტყველების ადაპტური რესურსების გამოყენება, რომელიც და წარგიდგენთ, ესე ვთქვათ, ძალიან საინტერესო პლატფორმა, სადაც არის ელექტრონული რესურსები ბუნებისმეტყველებაში განთავსებული. მინდა გაგაცნოთ ჩვენი ორი ძალიან მნიშვნელოვანი სტუმარი, ესენი ბრძანდებიან თეონა ყაჭეიშვილი, რომელიც წარმოადგენს მშობლის ხიდს და გვანცა ლურსმანაშვილი, სპეციალური მასწავლებელი. დიდი მადლობა, რომ დაათანხმდით ჩვენ მოწვევას და ესეთი საინტერესო რესურსი უნდა გაგვაცნოთ. პირველ რიგში გკითხავთ პროექტის შესახებ, ინიციატივის შესახებ, რატომ გაგიჩნდათ იდეა და როგორ მოახერხეთ ამის განხორციელება, ანუ ვინ იყო თქვენი მხარდამჭერი ამ მიმართულებით. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ ძალიან აქტიურად მხარდაჭერივად მშობელთა სტივრის და ძალიან ბევრი ახალ ინფორმაციას და იდეებს გვაწვდით და ამისთვის კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. დღევანდელი ჩვენი შეხვედრა ეხება, როგორც ნინო თქვენ თქვით, ეს არის ადაპტირებული ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსებით, რომ ეს ძალიან დიდი პრობლემა არის ზოგადად სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების განათლების ხარისხი. იმიტომ რომ ინკლუზიური განათლება დაენერგა, მაგრამ ხარისხი კიდევ გაუმჯობესებას საჭიროებს. იგივე თქვა, სახელმწიფოები, რომლებიც ხშირად ესე თქვა, სუბუქად რო თქვა, ხშირად არ არის საერთოდ ტიპური განვითარების კერა, საერთოდ სპეციალურ საჭიროების მქონე მოსწავლეს ორიენტირებული. და თვითონ საგანი ბუნებისმეტყველება ძალიან ბევრ მშობელს და ეთქვა ჩემ ბავშვობაშიც ეგონათ, რომ თავარი აკადემიური საგნები დაწყებით განათლებაში არის ქართული და მათემატიკა, მაგრამ ნახეთ, რომ ბუნებისმეტყველება არის საოცარი საგანი, რომელიც ზოგადად სამყაროსთან ამ სოციალური ინკლუზიასკენ მიყავს მოსწავლე და ბავშვი, ნებისმიერი ბავშვი აქვს მნიშვნელობა არ აქვს. აგრეთვე ინტეგრირებულია ქართულსა და მათემატიკაზე. აქტიურად აი ეს ეკოლოგიური განათლება, სამყაროს საქმე, მით უმეტეს ეს ინტეგრაციის პრობლემები, რომლებიც აქვს ძალიან ხშირად თქვა. სენსორულ ინტეგრაციაზე ლაპარაკობს, სპეციალურ საჭიროების მქონე მოსწავლეთა უმრავლესობას. სწორედ აი ამ ბუნებრივი მუშაობით, ბუნებრივი სწავლის პროცესით უნდა გაკეთდეს და აი ეს დეფიციტი იყო, იმიტომ რომ ჩვენც და მეც და გვანცაც მუშაობ აზე მეც სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლესთან და ძალიან ხშირად მასწავლებელს თვითონ უწყევს ადაპტირება. ერთი მხრივ ეს ძალიან კარგია, რომ მასწავლებელი იყოს მეცნიერიც, ავტორიც და რა თქმა უნდა, შემოქმედი, მაგრამ ძალიან დიდი დახმარება იქნება, როგორც ბევრ განვითარებულ ქვეყნებში იყოს ადაპტირებული მასწავლებლები, რომელიც უკვე მზად არის და უკვე იმის მოდიფიცირებებიც საჭირო არ არის. და ეს იდეა ქონდა ძალიან დიდი ხანია. და გაგვიმართა იმით, რომ სკოლა მასიტის ორგანიზაციის თავისუფლებით გამოაცხადა ეს კონკურსი და ჩვენმა იდეამაც გაემარჯვა ამ კონკურსში. ასე მოკლედ შემიძლია გითხრათ აი ამ რესურსის შესახებ. და სწორედ ესენი იყო, რომ ეს ელექტრონული რესურსი, რომელიც იმუშავებთ არა 2 ადამიანი და 3 ადამიანი, არამედ თბილისის 198 საჯარო სკოლის ჩართულობით, იმიტომ ეს არის სკოლა, რომელსაც აქვს ერთ საუკუნეზე მეტი გამოცდილება სპეციალურ საჭიროების მქონე მასწავლებლებს, სპეციალისტებს აქვთ ვიწრო გადამზადება. ისეთ სფეროებში, როგორც არის, რა ვიცი, თალყე აუტისტური სპექტრის მქონე მოსწავლეებთან ურთიერთობა, თალყე თქვა STEM-ის საგნებში ადაპტირება, როგორ უნდა მოახდინონ მოდიფიკაციაზე, რესურსზე როგორ იმუშაონ და
ეს იყო ერთობლივი კათედრების, მასწავლებლების მშობელთა ჩართულობით, იმიტომ რომ ჩვენი პირველი დრაფტ ვერსიებს იზიარებდნენ სწორედ ისინი გვაძლევდნენ უკავშირს. თვითონ გუნდი დაწყებული დიზაინერიდან დამთავრებული თქვათ ავტორებიდან იქნებოდა ექსპერტი ბუნებისმეტყველებაში, თომ მასწავლებელი ყველასი ჩართულობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი და აპრობირებულიც იქნა სკოლასა და მშობელთა ხიდის დღის ცენტრში, რომელმაც ძალიან კარგი შედეგები მოგვცა. ვეცდებით აი ამ შეხვედრაზე ამ პლატფორმის წარდგენას და ჩვენთვისაც იქნება მნიშვნელოვანი, რომ რაც შეიძლება მეტი მშობელი, მეტი სპეციალისტი, ანუ მეტი ბავშვი იყოს მოხმარებელი ამ უფასო ხელმისაწვდომი ბუნებისმეტყველების რესურსზე. დიდი მადლობა თეონა, თქვენ რაც აღნიშნეთ, ანუ ნამდვილად პრობლემა გვაქვს, ესე ვთქვათ, რომ ხელმისაწვდომად ქართულად ხელმისაწვდომი რესურსები, ვთქვათ, აქტივობები, რაღაც მასალები ნაკლებად არის ხოლმე მასწავლებლებისთვის და ასე შემდეგ. და სამწუხაროდ, ანუ არ არის ისე ჩვენთან, რომ ყველას შეძლოს, ანუ იცოდეს უცხო ენა და შეძლოს ამ მასალების ისე თარგმნა. და ძირითადად, ანუ მასწავლებელზე მოდის მთელი ტვირთი, ესე ვთქვათ, რომ თვითონ მოიფიქრონ, გადააკეთონ და ასე შემდეგ, რაც მათი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ როდესაც ხელმისაწვდომი არის რაღაც რესურსი, მე იმის მოდიფიკაცია და იმის საფუძველზე კიდე სხვა აქტივობების მოფიქრება ბევრად უფრო მარტივი არის. თქვენ რაც აღნიშნეთ, ახლა ეს ძალიან ხშირად არის, რომ პრაქტიკაში ვთქვათ, რაღაცა შეიძლება აქტივობა შევთავაზოთ ან რესურსი მასწავლებლებს და ვთქვათ, რომ კი ძალიან კარგი რესურსია, მაგრამ ვერ გამოვიყენე. და თქვენ რაც თქვით, ახლა რომ მასალის შექმნის პროცესში ფაქტიურად თან პილოტირებას აკეთებდით, მე მგონი ეს ამ პლატფორმის და ამ მასალების ძალიან დიდი პლუსი იქნება, იმიტომ რომ მასწავლებლებს ბევრად გაუადვილდებათ ამ რესურსის გამოყენება. და ესე ვთქვათ, დაინტერესებული ვართ ამ პლატფორმის ნახვითაც, გაგვიზიარებთ, ვიცით და გვაჩვენებთ. და კიდე ერთ შეკითხვა მექნება, რომ ეს კი ძირითადი სამიზნე ჯგუფი არის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები და მასწავლებლების, ანუ ვთქვათ, მორგებული არის ხო სხვადასხვა საჭიროების მქონე ბავშვებზე, მაგრამ როგორ ფიქრობთ, ანუ ეს რესურსი რამდენად იქნება გამოყენებული იმ ბავშვებთანაც, ვისაც არ აქვს ეს ვთქვათ კონკრეტული საჭიროება? ვიტყვი ამ ძალიან საჭიროა მაგალითს მოვიყვან. კი ბატონო, თვითონ მიზნობრივი ჯგუფი არის სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეები და მეცაც გეტყვით, ის მოსწავლეები პირველი ჩვენი არის რესურსის რამდენიმე საკვაქვს თავი, ეგრეთ წოდებული დონეების და მიხედვით პირველი დონე, მეორე დონე, მესამე დონე, მეოთხე დონე. აი მეორე ალტერნატიული სასწავლო გეგმა იცით რომ დამტკიცა და ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, აი მათზე ორიენტირებული, მაგრამ როდესაც გავაკეთეთ ფოკუს ჯგუფის შეხვედრები, როდესაც უკავშირები მივიღეთ, აღმოჩნდა, რომ ოჯახში მშობელს, რომელსაც ყავდა ტიპური განვითარების მქონე შვილიც და ასე სპეციალური საჭიროების მქონე, მათთან ესე არაჩვეულებრივ სკოლაში იმუშავა ამ მასალამ. და ასეთი არ აქვს მარტო ერთი შემთხვევა, ანუ რამდენიმე ათეული შემთხვევა. ასევე ჩვენ პირველივე შეხვედრის შემდეგ ჩვენ გავაკეთეთ ძალიან საინტერესო შეხვედრები. ვაკეთეთ საბურთალოს სკოლის მასწავლებლებთან, სხვადასხვა რაიონის სპეციალიზირებული სკოლების და ჩვეულებრივი ინკლუზიური სკოლის სპეციალისტები ჩაერთვნენ და თქვენ ვიცით, კლასში მასწავლებელი, ჩვეულებრივი ბუნებისმეტყველების მასწავლებელი ძალიან კარგად ხმარობს ამ რესურსს. მათ შორის სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან და ანუ სხვა მთლიანად კლასთან. ანუ ტიპური განვითარების მქონე მოსწავლეთა დიდ ნაწილს. რაც ჩვენთვის კიდევ უფრო დამაჯერებელია, რომ ეს არის ნამდვილად უნივერსალური დიზაინის შეგნით რესურსი და ეს კიდევ ალბათ პლუსია. კი ბატონო, ნამდვილად პლუსია, იმიტომ რომ თქვათ ყველასთვის საინტერესო იქნება სკოლაში მომუშავე პირებისთვის, ასევე მშობლებისთვის, ნამდვილად საინტერესო იქნება, რომ გაეცნონ ამ რესურსს, ხო? თეონა, გვანცა მინდა გთხოვოთ, რომ იქნება თქვათ გვაჩვენოთ ბარემ პლატფორმა, დავათვალიეროთ და შემდეგ გავაგრძელოთ, ესე ვთქვათ. კი ბატონო, თუ მომცემთ საშუალებას გაზიარების გავაზიარებ, აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და პირველ რიგში მადლობას გიხდით საკითხის დაინტერესებისთვის. ამ ეტაპზე ჯერჯერობით ვერ ვაზიარებ, მაგრამ მივწეროთ ჩვენ ტექნიკურ. აი ხლა მე მგონი გასწორდა საიტზე კი ბატონო არანაირი რეგისტრაცია არ არის საჭირო ძალიან მარტივად შეიძლება რომ ნებისმიერი მსურველი შევიდეს და მოდიფიცირებაც არანაირად არ ჭირდება საიტის მისამართი არის შემდეგი special education.gr რადგან
ხნაირად ესე გადავწყვიტეთ. განთავსებულია რამდენიმე ნაწილი. პირველი რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი, ეს არის რესურსები, სადაც დალაგებული გვაქვს აბსოლუტურად ყველა ის შექმნილი პროდუქტი, რომელზეც იმუშავა ჯგუფმა აი ამ პროექტის მანძილზე. პირველი დავიწყებ, რომ რაც ჩანს ეს არის 4 სხვადასხვა გონის კრებული, რაზეც ისაუბრა ქალბატონმა თეონამ და ზუსტად ეს კრებულები არის როგორც თემების მიხედვით განსხვავებული, ასევე შიგნით არსებული მასალის სირთულიდან გამომდინარე, სხვადასხვა თავებია, სხვადასხვა სირთულის დავალებებია, სხვადასხვა სირთულის თუნდაც ტექსტებია, რაც მეტნაკლებად ყველა უნარზე არის მორგებული, რომ მოსწავლემ შეძლოს როგორც არა მხოლოდ ბუნებისმეტყველების შესწავლა და ამ ყველაფერთან არსებული ცნებების გაგება გააზრება, არამედ საშუალება მიეცეს, რომ წინა აკადემიური უნარები, რიცხვის რაოდენობასთან დაკავშირება, თუნდაც კოგნიტური უნარები, აღქმა, აზროვნება, ყურადღება ყველანაირად იყოს ჩართული და ერთთლიან კომპლექსურად მივაწოდოთ ყველა იმ დაინტერესებულს, როგორც ბუნებისმეტყველება, ასევე ზოგადად სწავლების პროცესი. თუ შემდგომ რა თქმა უნდა დრო დაგვრჩა, ვეცდებით რომ ერთი მაინც განვიხილოთ, მაგრამ მანამდე ვიტყვი რომ მაგალითად თითოეული კრებულის ბოლოს პლუს დამატებით არის ერთგვარი ბარათების კატალოგი, რომელიც საშუალებას აძლევს, რომ რა ბარათიც ან რა ილუსტრაციაც იყო გამოყენებული ამა თუ იმ კრებულში, აუცილებლად შემდგომ სრულისამებრ ამოჭრან, ამობეჭდონ და როგორც ბარათი ისე გამოიყენო. და ასევე ჩვენ საიტზეც გვაქვს განთავსებული ის ვარიაციები თუ მაგალითად მუშაობის პროცესში ჩვენი მაგალითებიდან გამომდინარე, როგორც შეუძლია დაინტერესებულ მხარეს რომ გამოიყენოს. ხედავთ რომ საკმაოდ მარტივად გაიხსნა, მისი გადმოწერა და სარგებლობაც არის ძალიან მარტივი. ინსტრუქციებიც არის მაქსიმალურად გამარტივებული, რომ მოსწავლემ შეძლოს როგორც თლიანობითი კითხვა, ასევე სურათის აღქმაც და თითოეული თავის შემდეგ, აი გაჩვენებთ ახლა მე თქვენს არჩევს, მაგალითად ამ კრებულში რომ რა თავებზე გვაქვს და რა საკითხებზე ყურადღება გამახვილებული და შესაბამისად არის უკვე ბოლოს ყველა ის ბარათების კრებულისავით გაკეთებული, რომელიც დაეხმარება რომ ეს ყველაფერი კარგად და ეფექტურად გადაიტანონ პრაქტიკაში. ხედავთ რომ მაგალითად საწყის ეტაპზე რადგან ეს არის პირველი დონე ძირითადად ორიენტირებული ვიყავით რომ ვიზუალური აღქმა, წარწერა და შემდეგ რა თქმა უნდა როგორც წეგან ვახსენეთ თანდათან კრებულების როგორც სირთულე იზრდება, ასევე თავების და ცნებების რაოდენობაც. ვიტყვი რომ ილუსტრაციებზეც მაქსიმალურად ვეცადეთ რომ ყოფილიყო მარტივი, მიმზიდველი, ვიზუალურად მადი თეთრ ფონზე გამოსახული, პატარ-პატარა დეტალები მაქსიმალურად ვეცადეთ რომ ყოფილიყო გათვალისწინებული, რა თქმა უნდა სკოლის და ფუნქციური საკითხიც და რაზეც წეგან ვისაუბრეთ, აი ბოლოში არის ერთგვარი ბარათების კატალოგი, რომელიც საშუალებას მისცემს რომ ამოჭრას და შესაბამისად გადაიტანოს ფორმატი შეუძლია ლამინირებით გააკეთოს და ამუშავოს. Დამუშავებელია რა გვაქვს მეთოდოლოგიური მასალა თალკე სპეციალისტებისთვის, მასწავლებლებისთვის, მშობლებისთვის და პირდაპირ ნაჩვენებია როგორ შეიძლება როგორც განცან თქვა ამ ბარათების გამოყენება და მნიშვნელოვანია ესეც რომ არავერბალი მოსწავლებისთვის სათავეს მეთოდულად როგორ შეიძლება პედაგოგმა და შეგნებულად აღწევთ ამ კითხვებს და ესაც არის განსაზღვრული და მეთოდურად განმარტებული რომ როგორ უნდა იმუშაოს მასწავლებელთან. მასწავლებელმა აი ამ კრებულების დახმარებით არავერბალური მეტყველების მქონე მოსწავლეთა რომ გამოვიდეს მეტყველება რომ ალტერნატიული კომუნიკაცია რომელიც დანიშნულოვანია უფრო განვითარდეს ასე შემდეგ და მე ვფიქრობ რომ დაინტერესებს ყველა კატეგორიის მშობელს და მოსწავლეს. დიახ, აი ხა თქვენ რესურსით რო შევხედე, ნამდვილად, ანუ ძალიან კარგად გამოსაყენებელი არის ბაღის აზაკის ბავშვებისთვისაც, ვისაც არ აქვს სპეციალური საგანმანათლებლო საჭირო, დღის ცენტრების ბენეფიციარებისთვის, ესე ვთქვათ, მშვენიერი მასალა იქნება და ასევე თქვენ რახან აღნიშნეთ, რომ იმ ბავშვებს, ვისაც ანუ არავერბალური ანუ მეტყველების განვითარების პრობლემა აქვს, ჩვენ კიდე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ყავს ბავშვები, ვინც არაქართულენოვანები არიან, ხო? სკოლებში და იმათანაც კომუნიკაცია რთულდება, ამიტომ მე ვფიქრობ, იმ მასწავლებლებისთვისაც ძალიან სასარგებლო რესურსი იქნება.
შემდეგი ბლოკი, რომელიც კრებულებისგან ასე ვთქვათ, განსხვავდება, ეს არის ერთგვარი გზამკვლევები. რამდენიმე ტიპის გზამკვლევი გვაქვს შემუშავებული, რაზეც ისაუბრა ქალბატონმა თეონამ, რომ მაგალითად მშობლებს როგორ შეუძლიათ, რომ ეს ყველა აქტივობა როგორ განახორციელონ სახლის პირობებში, ან როგორ შეუწყონ ხელი მოსწავლეს სახლის პირობებში ამ უნარების განვითარებას. რა თქმა უნდა, არის მეთოდური მასალა მასწავლებლებისათვის. არის შემოთავაზებულია ჩვენს მიერ ექსპერიმენტები, რომ თუნდაც სასკოლო გარემოში რა მარტივი და უცაფრთხო ექსპერიმენტები შეუძლიათ რომ გააკეთონ და რა თქმა უნდა არის ჩვენი დაკვირვებებიდან გამომდინარე ან ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე ის სწავლის რეკომენდაციები თუ რა როგორ შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ რომ უფრო სახალისო გავხადოთ როგორც ბუნებისმეტყველების სწავლების პროცესი ასევე შემდგომ ზოგადად სწავლების პროცესი აქ ვიტყვი რომ ეს გზამკვლევები საკმაოდ მარტივად იხსნება მარტივად გადმოტვირთვადია არ ჭირდება არანაირი რეგისტრაცია ან რაიმე თანხის გადახდა ანუ მთლიანად ყველა რესურსი რაც არის საიტზე განთავსებული რაც უფრო მეტი ადამიანი გამოიყენებს და დაგვიბრუნებს უკავშირს, რომ შემდგომი პროცესებისთვის რა როგორ გავითვალისწინოთ, ჩვენთვის რა თქმა უნდა იქნება ბევრად უფრო კარგი და სასიამოვნო. და რაზეც თავდაპირველად ისაუბრა ქალბატონმა თეონამ, ძალიან მნიშვნელოვანია სენსორული აქტივობები, ბუნებისმეტყველების სწავლებასაც ეკარგება აზრი თუ ეს ყველაფერი მხოლოდ ედელში განხორციელდება, რადგან ძალიან ბევრი სენსორული სტიმული შეგვიძლია მივიღოთ გარე სივრციდან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ბავშვის ფსიქოემოციური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, ასევე სენსორული ინტეგრაციისთვისაც და თავაზობთ ყველა იმ აქტივობას, რაც ჩვენს გამოგვიყენებია, ვიცით რომ უსაფრთხოა, ვიცით რომ კარგად ისახება და თუ ამ ყველაფერსაც გაითვალისწინებენ რა თქმა უნდა ძალიან გაგვიხარდება. აი მინდა დავუმატო ეს ჩავიწერო როგორც ეს სენსორული აქტივობები იყო სწორედ მშობლებისგან, სპეციალურ საჭიროების მქონე მოსწავლეთა მშობლებისგან წამოსული თემა, იმიტომ რომ იცით რომ ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის სენსორული ინტეგრაცია, იცით რომ ძალიან რთული არის ეს სერვისი, ფინანსური თავისი დანახარჯის გამო და ძალიან ბევრი მშობლისთვის არ არის ხოლმისაწვდომი და ჩვენ სპეციალურად შევისწავლეთ ეს თემა და ვიზუალურადაც გავაკეთეთ ისეთი სენსორული აქტივობები, რომელსაც მშობელი არ ჭირდება მას არანაირი დიდი დანახარჯი და ელემენტარული ქვიშით და ყუთით და ასე შემდეგ. ბუნებრივი მასალით შეუძლია მშობელმა შედეგები მიიღოს და რა თქმა უნდა მეორე უკვე სპეციალისტთანაც იაროს და ალბათ ორმაგი იქნება, იმიტომ რომ ჩვენ კვლევებმა გვანახეს რომ ის მშობლები, რომლებიც უფრო ჩართულები არიან თავისი შვილის სწავლების რეაბილიტაციის საქმეში და ძალიან ასე ვთქვათ, მართლაც ექსპერტები არიან უმრავლესი მათგანი, ხომ? აი ამ მოსწავლესთან და ბავშვთან უფრო მეტი შედეგები არის და მათი პროგრესი ნამდვილად უფრო ესეთ ასპარად დიდია, დიახ. ეს ძალიან კარგი ინიციატივა არის, რომ სენსორული აქტივობა, ანუ გარე სივრცეში აქტივობებიც გაქვთ შეტანილი, იმიტომ რომ ხშირად არის, ანუ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რაც შეიძლება მეტი დრო ატაროს გარე სივრცეში, ბევრი სარგებელი აქვს, ასე ვთქვათ, და ხშირად არის, რომ არ იციან რითი დააკავონ ეს ბავშვები და ესეთი გამზადებული აქტივობები მე მგონი ძალიან დაეხმარება როგორც მშობლებს, ასევე ბაღის მასწავლებლებს, დღის ცენტრის თანამშრომლებს და ასე შემდეგ, სკოლის მასწავლებლებს. ეხლა ძალიან ცოტა დრო გვაქვს და მინდა ყველაფერი მოგიყვეთ. და იცით რა შეცდome რომ კიდე აი ეს კეთებითი სწავლება ხა ძალიან ეს არის, მოდური ის არის, ხო ტერმინი და მართლა იყენებენ პედაგოგები, იმიტომ რომ მოსწავლეების რამდენ თუ ინტერაქტიული იქნება და საინტერესო იქნება, ხო? აი თუნდაც ჩვენი ბავშვობის აი ხახვის ამოსვლა, ხახდომა მოდის და ალბათ ძალიან ბევრ კლასებში მოლი და ჯეჯილი არის დათესილი და აკვირდებიან. აქ არის კიდე ძალიან კარგად გაზიარებული, როგორ შეიძლება უბრალოდ კი არ უყუროს მოსწავლემთან დააკვირდეს, გაზომოს ეს უნარები, რაც ვილაპარაკეთ, მათემატიკური უნარები და დაკვირვების უნარები, პატარა ნორჩი მეცნიერის უნარები განივითაროს, რაც მნიშვნელოვანია. აგრეთვე არის ისეთი საინტერესო, რაც ჩვენ ადრე არც ვიხსნებდით, რომ იდენტობა, როდესაც თქვა ერთ-ერთზე, ხო შეუძლია სკოლის ეზოში ან სახლის ეზოში, ან სადღაც აგარაკზე გავიდეს და თქვა ფოთლის ნიმუში აღმოჩნდეთ, რომ რაღაცა ხის ნიმუში, მცენარის ნიმუში და ძალიან კარგია და პატარა ანალიზის საწყისი ეტაპები არის ჩვენი მოსწავლეებისთვის, რაც მნიშვნელოვანია, έτσι თქვით, ანალიზი და სინთეზის უნარი ნებისმიერი ბავშვისთვის, მით უმეტეს აი იმ კატეგორიაზე, რომელსაც მიზნობრივი ჯგუფი დღეს არის ჩვენთვის, დიახ.
ცნობის მოყარეობის განვითარებასაც უწყობს ხელს ექსპერიმენტის უნარსაც ავითარებს და ნამდვილად მნიშვნელოვანი რესურსია. მინდა რომ ეს შუალედში გავიმეორო, ვინც გვიყურებს საიტის მისამართი, იმიტომ რომ ყველა საინტერესებს დარწმუნებული ვარ და შეიძლება მობილურიდან ვინც გვიყურებს პატარაზე ჩანს, ეს არის Special Education G და ჩვენ აუცილებლად ამ ლაივის ჩანაწერის ქვეშ მივაწერთ ამ ვებგვერდის მისამართს, რომ ადვილად იპოვოს ყველამ. უფასო რესურსია, მარტივად ხელმისაწვდომი, მთავარია ინტერნეტი გქონდეს და мотивация და ну, რა ვიცი, ძალიან ესეთი ბევრი შრომა არის ჩადებული და თან რას თავარია დატესტილი არის, ესე ვთქვათ. და ბავშვებისთვის კარგად გამოსაყენებელია და მასწავლებლებისთვისაც და მშობლებისთვისაც და ამიტომ გირჩევთ ყველას, რომ ჩემ თავის ჩათვლით აუცილებლად დავათვალიერებ თავიდან ბოლომდე. ძალიან საინტერესოა გაუფრთხილდე. შემდეგი ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელსაც ვთავაზობთ და რაც ნახეთ პრაქტიკაში ძალიან მოწონთ როგორც მშობლებს, ასევე ტიპური განვითარების ბავშვებს და სხვადასხვა სპეციალისტებს, ეს არის უშუალოდ გამზადებული სამუშაო ფორმები, რომელიც კონკრეტულ თემებს აერთიანებს და მარტივი არის იმ კუთხით, რომ მაგალითად კი გვაქვს რაღაც ეს ყველაფერი გადატანილი სამუშაო ფორმატებში და ალბომებში წეღარას ვნახეთ, მაგრამ მეტნაკლებად მაინც უჭირთ კონკრეტული გვერდების ან ამობეჭდვა, ან გადაზიარება, ან პოვნა თუნდაც და აქ, როდესაც არის პირდაპირ მზაბ ფორმატით მიწოდებული, ძალიან სწრაფად ახერხებენ ამ ყველაფრის როგორც გადმოწერასაც, ასევე ადაპტირებასაც და მაქსიმალურად არის ისეთი თემები გაკეთებული, რომ ეს სამუშაო ფორმები ყურადღებას ამახვილებს და ანვითარებს ისეთ უნარებს, როგორც არის მაგალითად დაკვირვება, კვება, ანალიზი, იმიტომ რომ მოსწავლეს ყოველდღიურად მაგალითად უწევს, რომ ამინდს დააკვირდეს, შესაბამისი ამინდის ფორმა იპოვოს, ნუ ამინდზე იმიტომ ამახვილებ ყურადღებას, რომ პირველი ეგ ჩანს და მარტივად იქნება ეს ყველაფერი გასახსნელადაც და ისეც. და შემდგომ მაგალითად დააკვირდეს, რომ ამ თვეში ან ამ კვირაში რომელი ამინდი იყო უფრო ხშირად, აი თქვენ ნახავთ, რომ გაკეთებული გვაქვს ორი ფორმატი, ერთია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, მეორეა თუ მოსწავლეს საშუალებას გვაძლევს ორშაბათიდან კვირის ჩათვლით, შეგვიძლია საკლასო ოთახში განვათავსოთ, ან მოსწავლე თავის ოთახში განათავსოს, დააკვირდეს ამინდს, შესაბამისი იპოვოს, ამოჭრას, ჩააწევოს და უკვე კვირის ბოლოს ან თვის ბოლოს აწარმოოს დაკვირვება და ჩვენ უკვე ვნახავთ, რომ ეს ყველაფერი რა კარგ შედეგს მოგცემს ყველანაირ კომპონენტში მოსწავლის განვითარების პროცესში, რომ დავინახოთ და აღვიქვათ თითქმის ყველა ფორმა, რაც კი არის ჩვენთან მოწოდებული ამ ყველაფერზე უსვამს ხაზს და ამ ყველაფერზე გადის მიზანზე და შესაბამისად ეს ფორმებიც ჩვენთვის საკმაოდ საინტერესოა, იმიტომ რომ ფუნქციურია, დაკვირვების, კვლევის უნარებს ავითარებს და ამ ყველაფერში, რაც მაგალითად თეორიულად შეიძლება ვასწავლოთ ბავშვს საკლასო ოთახში, უკვე მას გადააქვს ან ოთახში, საკუთარ სახლში, ან ნებისმიერ გარე სივრცეში. და ეს ყველაფერი აქვე ვიტყვი, რომ ორიენტირებული არა მარტო აი უფრო კოგნიტური და აკადემიური უნარების განვითარებაზე, ცოტა მცირე რაც ჩანსაც გვაძლევს, არის რომ მოტორიკაც არ დავივიწყოთ, დატიფი მოტორიკაც, გამოჭრა, ჩაწებება, გაფერადება, იმიტომ რომ ვიცით, რომ მოტორული უნარები როგორ არის დაკავშირებული თვითონ კოგნიტური უნარების განვითარების პროცესებთან. სივრცეში და დროში ორიენტაცია კიდე ძალიან მნიშვნელოვანი ხდება. დიახ, ანუ გადანაწილება, აღთმა, აზროვნება, კატეგორიზირება არის აბსოლუტურად ყველაფერი. ერთ ფორმას უბრალოდ გაგესმით, რომელიც ყველაზე მეტად, ასე ვთქვათ, მოგწონს და კარგად ვიყენებთ, იმისთვის, რომ მოსწავლის დამოუკიდებლობასაც გარკვეულწილად შეუწყოთ ხელი და დავეხმაროთ, ვთავაზობთ დღის და ღამის გეგმას, რომ თავად განსაზღვროს და მენეჯმენტოს, ასე ვთქვათ, რომ მაგალითად მონიშნოს, როდის გაიღვიძებს, როდის ჩაიცვამს, ან თავისი რა რუტინა ექნება და ეს ფორმაც საშუალებას აძლევს, რომ მშობელმა თავისი ნებით, რა თქმა უნდა, ან სხვა სურათები ჩაუკრას, ან ნებისმიერი ფორმატით შეუცვალოს და მანდროს ეგრეთ წოდებული წიჩკით მინიშნოს. მათ კრეატივზეა უკვე დამოკიდებული აბსოლუტურად ყველაფერი და ეს ფორმები ამის საშუალებასაც ძალიან მარტივად
აძლევს, ასე რომ კი, ვთქვათ. ბატონო. არაჩვეულებრივი რესურსია, იმიტომ რომ ძალიან უზოგავს დროს მშობელსაც და მასწავლებელს, რომ თვითონ ხელით არ აწყონ, ესე ვთქვათ, კომპიუტერში და ესეთი ტიპის განრიგები ძალიან ეხება ბავშვებს შფოთვის შემცირებაშიც, იმიტომ რომ რო აქვთ მოლოდინი, ესე ვთქვათ, რის მერე რა ხდება, ბევრად ნაკლები აქვს შფოთვა. რომელიც გინდათ. მე ყველა ფორმა მომწონს, ასე ვერ ვიტყვი რა. აი ჩვენ ზარეთ ახლა აი ეს არის შედარებით პრაქტიკული ძალაგება, ნახეთ. სცენარის გაზრდის, რომ დააკვირდეს, თვითონ დაიწყოს უკვე პრაქტიკულად მისთვის მაგალითად იქნება. და ყველა ფორმა მეტნაკლებად არის დაახლოებით ამაზე მოცული და ფორმებთან ერთად ასევე გვაქვს ერთ-ერთი საინტერესო შეთავაზებული როგორც მშობლებისთვის ასევე მასწავლებლებისთვის და რა თქმა უნდა პირველ რიგში ბავშვებისთვის ეს არის პლაკატებში, პოსტერები და პოსტერები. და წეღან რაზეც ისაუბრეთ, რომ ძალიან უნდათ რომ ბუნებაში გავიდნენ და არიციან რა ის საიდან დაიწყონ და მეგობრებო, ჩვენ შევთავაზეთ ასე ვთქვათ ერთთვიანი ჩელენჯი, რომ ყოველდღიურად რა შეუძლიათ რომ გააკეთონ ან რა აქტივობა შეუძლიათ რომ განახორციელონ და რასაც ახლა მაგალითად წარმოგიდგენთ რომ პირობითად რა ვიცი შეხედონ ღრუბლებს და ფას ბავშვმა რა სამსგავსებს ან იპოვოს და დამკვიდრდეს ობობის ქსელებს და ნუ ასე შემდეგ რა თქმა უნდა ეს შეუძლია თავისი სრულებისამებრ ცვალოს მაგრამ ეს ყველაფერი პატარ-პატარა აქტივობები ხელს შეუწყობს რომ უფრო დაახლოვდეს პირველ რიგში ბუნებასთან და ბუნებაში ყოფნა გახდეს რა ვიცი უფრო სასიამოვნო და ეს არის ეს რეკომენდაციები რომ გაიზიაროს რომ დაუბრუნდეთ ჩვენთობლივ აქტივობები დაუბრუნდეთ ცოტა ხნით ბავშვობაშიც. და ეს პოსტერებიც მართლით უწყობს ხელს რომ რასაც მაგალითად თეორიულად ვასწავლით ან ვცდილობთ რომ ის უნარები გქონდეს თვითმოვლის გამომუშავებული ან საკუთარი თავის მოწესრიგების რა თქმა უნდა იყოს აი პოსტერის სახითაც რომ რა ვიცი თუნდაც როგორ და იზრუნონ ჰიგიენაზე სისუფთავეზე ან ცხოველებზე ან აბსოლუტურად კულინარისთან გამოგვჭეს მანცა ეგეც არის ერთ-ერთი ყველაზე ძალიან დიდი ის გამოიყენოს ფორმები ბიჯება დაყოფილი რაც ძალიან კარგად იმუშავა არა მარტო სკოლაში არამედ ცენტრებში და მინდა რომ განსამ განახოთ აი სენდვიჩის ფორმები მაქსიმალურად ვცდილობთ რომ დაიკარგა თეონასი და მართლა ძალიან პოპულარულია ეს ჩვენ ახალგაზრდებში სენდვიჩის მომზადება და ამ დამინდა კი ბატონო აი და ეს არის ასე რომ ვთქვათ ბიჯებად დაყოფილი გვაქვს სენდვიჩის მომზადების ეტაპები რა თქმა უნდა შესაძლებელია რომ ეს ბიჯები ან შემცირდეს ან თუ რაც სპეციალური საჭიროება გვაქვს უფრო მეტად დაიყოს და ამისთვისაც გვაქვს გათვალისწინებული ყველაფერი, ანუ მიზანზე რაზე გავდივართ, მოკლე ინსტრუქცია რა აქვს და შემდეგ ვთავაზობთ უშუალოდ როგორც ვიზუალურ სურათს, ასევე მოკლე ინსტრუქციას, რომ უკვე მაგალითად როგორ აიღოს პურის ერთი ნაჭერი, როგორ და წაუსვას, ასე შემდეგ, როგორ და დადოს მასზე ყველი, როგორ და მეორე ნაწილი როგორ და დაადოს. ანუ პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ კონკრეტულ ბავშვების შემთხვევაში ეს ჩვენი ბიჯები შემცირდა. მაგალითად, თუ გვაქვს აქ 12 ბიჯიანი, დავედით რაღაც 6-7 ბიჯიანზე, მაგრამ მქონდა ისეთი შემთხვევები, რომ საჭირო იყო კიდევ რაღაცების დამატება და ეს ყველაფერი რომ რაღაცნაირად მაქსიმალურად ყოფილიყო გათვალისწინებული, მშობელს დაუტოვეთ, ასე ვთქვათ, ფორმა, სადაც შეუძლიათ, რომ საკუთარი სახლის სურათები განათავსოს, რომ უფრო მარტივი იყოს პირველ რიგში ბავშვისთვის ამ ყველაფრის ახსნა. და შესაბამისად შემდგომში გადაანაწილოს ან ამოჭრას ან ჩააწებას და ის ბიჯები თვითონვე შესთავაზავს რაც სურს ბავშვს და ეს ყველაფერი ბიჯებად დაყოფა თუ რამდენად მნიშვნელოვანია და როგორ კარგ შედეგებზე გავყავართ მე მგონი ეს აღარ საჭიროა ამ ეტაპზე აქცენტირებას კი ბატონო ერთი შეკითხვა მაქვს აი თქვენთან საიტზე ჩანს ბლოგის და კონტაქტის ღილაკებიც ასე ვთქვათ და რო გითხრათ მოკლედ მაგაზეც ანუ რისთვის გამოადგებათ ჩვენ მაყურებლებს ეცეთ ძალიან მნიშვნელოვანია როგორც თქვით ჩვენი უკავშირი აქ არის ბლოგები რომლებიც უკვე დაიდო ეს იყო რამდენიმე ჟურნალი ან უბრალოდ
ვებ გვერდზე დადებული, ვთქვათ, პატარა სტატიის დონეზე, მაგრამ კიდე გვაქვს უკავშირის ფანჯარა, რომელთაც რაც თქვით, ჯერჯერობით მხოლოდ მოდის, რომ რა კარგია გამოვიყენო, მაგრამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება კონკრეტულად როგორ გამოიყენა, მშობელი იქნება თუ სპეციალისტი, ან რამე ხო არის ესეთი რაც დააკვირდა, რომ ჩვენ ესეთ კიდე აი ამ პროექტზე მუშაობა, იმდენი სიანობა მოგვანიჭა, რომ აი უკვე ეს ბოლო თვე არის და მთავრდება პროექტი და პლატფორმა რა თქმა უნდა რჩება, მაგრამ აი გვინდა სხვა ისტორია, გეოგრაფია და ეს ამ ნებისთვისაც გავაკეთოთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მასწავლებლისგან, მშობლისგან და წამოვიდა აი ესეთი მოთხოვნასავი და ჩვენ ვხედავთ, რომ ამის საჭიროება აქვს. ამიტომაც აი თითოეული სიტყვა, თითოეული კონკრეტული მესიჯი იქნება ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. და მეტიც იცით აი ამ რესურსების ლამინირებული ბარათები რო ვთქვით, მაგალითად არასამთავრობო ორგანიზაციის მშობელთა ხიჩის ყოლამდელთა 18 წლის ზემოთა ზედმყოფ ბენეფიციართა ჯგუფს გავხდათ ასეთი იდეა, რომ გააკეთონ სოციალური საწარმო. ამ თვითონ გააკეთონ ლამინირება ბარათების და თვითონ გამოიყენონ, შეიძლება მე ისე განვითარდეს, რომ მისთვის ვიღაცისთვის იყოს უფრო ესეთი მისაბათი გაიყიდოს და ისევ ორგანიზაციის მიზნებისთვის დაიხარჯოს ეს თანხა. აი ძალიან ბევრი კარგი საქმე გააკეთა, ვფიქრობ და მნიშვნელოვანია. შემდეგ არის გალერეა, სადაც არის ძალიან კარგი ვიდეოები, თუ გექნება 5 წუთი, მჯობია რომ განსამის გალერეა თქვა. აი აქ არის ნაჩვენები, სწორედ ეს თინეიჯერების, სკოლა დამთავრებულები, როგორ აკეთებენ თვითონ აი ამ ლამინირებულ ბარათებს და თვითონვე გამოიყენებენ შემდეგ. აი პედაგოგები როგორ მუშაობენ სამუშაო პროცესში, როგორ გვაძლევენ უკავშირს, აი როგორ იჭრება ეს ბარათები, აბსოლუტურად დამოუკიდებლად არიან და შემოპირები ჩართულები ამ საქმეში. და მინდა ვთქვათ, რომ ვიდეოებში არის ეს რესურსი, ჩვენ ავახსენეთ, რომ ეს არის მართლა უნივერსალური დიზაინის შექმნილი რესურსი და რომ არ გამორჩენილიყო ადამიანის ხედველობის პრობლემა აქვს, უსინათლოებისთვისაც არის ეს რესურსი ხელმისაწვდომი, იმიტომ რომ გვანცამ დაადო მას ხმა, ვიდეო და მშვენივრად ინსტრუქცია და ეს იკითხება და შეიძლება აი ამ რესურსის გამოყენება ყველა კატეგორიისათვის. კი ბატონო, ანუ მასალის აუდიო ბუნებადია. ასეთი ცნობილი თემა, რომელიც ბუნების მეტყველებაში საკვანტო თემა. გარკვეული თემები გვაქვს აღებული, რომელიც არის იმ კუთხით ადაპტირებული, რომ შეძლოს მათი მოსმენა, თუ მაგალითად მცირე მხედველობასთან გვაქვს საქმე, რა თქმა უნდა, უკვე ძალიან ეფექტური იქნება ის მოკლე ილუსტრაციები, მაგრამ მაინც გავითვალისწინეთ რიგი შემთხვევები და მაინც რაღაც მომენტის, რა თქმა უნდა, 100%-ით ვერ მოხერხდა ჩვენი მთლიანი რესურსების გახმოვანება, იმიტომ რომ იყო რაღაც რიგი როგორც ტექნიკური სირთულეები, ასევე უშუალოდ თუნდაც ჩვენი რაღაც კომპეტენციებიც, რომ რა როგორ აკუთვნით მიგვეწოდებინა და რა თქმა უნდა, თუ ამ მიმართულებითაც მივიღებთ უკავშირს, რომ რაღაც ის დარჩენილი თემები, როგორ შეიძლება რომ ამ კუთხით ადაპტირება მოვახერხოთ და მივაწოდოთ, რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან ღია ვართ რჩევებისთვისაც და შემდგომშიც აუცილებლად გავითვალისწინებთ. და კიდე ძალიან კარგად იმუშავა, ვიცი რომ ზოგადად ხალხი ძალიან დაკავებულია მუშაობს და ეს შეიძლება ვიღაცას ძალიან გაუჭირდეს მთლიანად მეთოდური მასალის წაკითხვა. მით უმეტეს რომ ვიძახი რომ ვიზუალურად ძალიან ესეთია საინტერესოა. აი გვანცამ გააკეთა მოკლე ვიდეო ინსტრუქციები, როგორ შეიძლება გამოიყენონ და თან ანახებს, თან უხსნის, თან ეს ვიდეოთი უფრო სახალისოა და 5 წუთში შეიძლება მოკლე ინფორმაცია უფრო ადვილად მიიღოს. ანუ სხვადასხვა ატესტებია ამ მხრივ. ვინცაც უფრო ღრმად უნდა გაანალიზება და შედეგი, რა თქმა უნდა, მეთოდოლოგიური მასალის გაკითხვა უფრო უმჯობესია, მაგრამ დასაწყისში ამ ვიდეოების გამოყენება უკვე პირველი ნაბიჯია, რომ დიახ, ვიდეოთი როცა რაღაცას უყურებთ, უფრო ადვილი აღსაქმელი არის, ასე ვთქვათ და ეს ძალიან კარგი რესურსი იქნება მასწავლებლებისთვისაც, მშობლებისთვისაც, სპეციალისტებისთვისაც. დარწმუნებული ვარ, ამასაც ნახავენ და მე გაიცნობიან მეთოდურ მასალასაც, უფრო მარტივი აღსაქმელი იქნება ნამდვილად. კიდევ ერთხელ გავიმეორებ ამ არაჩვეულებრივი საიტის მისამართს, ეს არის Special Education G.
და განთავსებულია ელექტრონული რესურსები ბუნების მეტყველებას. ეს ისეთი საგანია, რომელიც დაგეთანხმებით ნამდვილად ყველა ასაკობრივ კატეგორიას ჭირდება, იმიტომ რომ ბავშვის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი სფეროა, ესე ვთქვათ, და ბევრ სხვადასხვა უნარს ავითარებს ერთდროულად და ამიტომ როგორც ბაღის, ასევე სკოლის მასწავლებელი, როგორც SSM ბავშვების თან სპეციალური საჭიროების, საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან შეუძლიათ ამის გამოყენება, ასევე ტიპიური განვითარების ბავშვებთან, ასე რომ მშობლებისთვისაც ძალიან საინტერესოა. სახლის გარემოში არის ბევრი აქტივობები, როგორც მივხვდი, გარეთ ასე ვთქვათ და სკოლის გარემოში, ბაღის გარემოში, ამიტომ ძალიან დიდი ჯგუფი ადამიანების, ესე ვთქვათ, ძალიან ეფექტურად გამოიყენებს დარწმუნებული ვარ და თქვენ გინდათ, ვინც მოიხმარს იმათგან უკავშირი, რომ კიდევ უფრო, ესე ვთქვათ, დახვეწოთ და უფრო უკეთესისკენ, უფრო უკეთესი რესურსი შეთავაზოთ. დიახ, სამომავლოდ რომ გაითვალისწინოთ. რამის დამატება მაქვს სურთ ჯერჯერობით. კი, მინდა დავამატო, რომ იქ იყო ძალიან ერთი ნაწილი საინტერესო, ანუ მაგალ ფუნქციური მოსწავლეებით, რა თქმა უნდა, არ დაგვავეცდათ და ექსპერიმენტები ხა ძალიან საინტერესო და ძალიან სახალისოა ყველასთვის. ითით რომ მოსწავლეები თანხებს ხარჯავენ, რომ წავიდნენ, თქვათ, გაიარონ რაღაც, როცა შეიძლება რომ ძალიან მარტივი ელემენტარული ლიმონით და სოდით და ასე შემდეგ ჩატარდეს ძალიან საინტერესო აქტივობები და ჩვენი პარტნიორი იყო ამ პროექტში 200 მეტი საჯარო სკოლაც და სპეციალურმა მასწავლებელმა გამოიყენა და ძალიან სახალისოდ იმუშავა მოსწავლეებთან და ეს ჩვენთვის ისევ როგორც გვანცამთქვა მამოტივირებელი იყო. ესაც არის რა თქმა უნდა თავის ინსტრუქციით, რა ინგრედიენტები გჭირდება რომ ჩაატარო ესა თუ ეს ექსპერიმენტი, რომ წინასწარ მოემზადოს. კლასი იქნება თუ მოსწავლე და ეს ინგრედიენტები არის ძალიან მარტივი. როგორც აქ ხედავთ პირველ იმაში რომ თქვათ, კვერცხი და ელემენტარული ფოლგაცკი არის და წყალი და ჭიქა. ვთქვათ, მეორეში სანთელი და წყალი და ასე შემდეგ, ანუ ეს არ არის საშიში, ანუ ქიმიური ნივთიერებები არ არის და ძალიან ეფექტური არის. და ესაც რა თქმა უნდა, პირველი ნაბიჯი ბუნების მეტყველების და STEM-ის საგნის დაუფლებაში და მეცნიერების საფუძვლისათვისაც. რაც ზოგი თვლის რომ სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეს თქვათ არ შეუძლია და აღნიშნა რომ თუ დაინტერესებთ და პირიქით ჩართავთ, მისთვის ძალიან სახალისოა და პირიქით შეიძლება ძალიან დიდი ინტერესი გაუჩნდეს, ასე რომ დიახ, აი რესურსები ხა თქვენ რაცა ჩვენეთ არ მოითხოვს დიდ დანახარჯებს, სპეციალურ აღჭურვილობას, მარტივი მაგრამ ესეთ რესურსები ვისაც ყველა სახში აქვს. ეხშობელი ჩვენი რად გამოიყენებს საზაფხულო დროს არ დადაგებზე, თქვათ შაბათ-კვირასაც შეუძლია და ასე შემდეგ. და არა მარტო თქვათ სპეციალურ საჭიროების მქონე მოსწავლეებთან, არამედ სხვა შვილებთან შეიძლება გამოყენებულ იქნას, რასაც ვიძახით რომ ეს ერთობლივი დიახ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ესეთ საინტერესო, საჭირო, აუცილებელი რესურსების შექმნისთვის და ძალიან ბევრ ადამიანს გაუმარტივებთ ცხოვრებას ნამდვილად და მოხიბლული ვარ მე თვითონ ამ საიტით და დარწმუნებული ვარ, ვინც შევადა დაათვალიერებს, ძალიან ბევრი იქნება ესეთი დიდ მადლობებს გადაგიხდით ისევ. ჩვენ შეკითხვა არ გვაქვს, მაგრამ როცა დაიდება ლაივი, შეიძლება მე გვქონდეს შეკითხვები და ასე რომ დაგიკავშირდებიან, დარწმუნებული ვარ ნაწილი ჩვენი მსმენელების. დიდი მადლობა მინდა ძალიან გადაგიხადოთ. დიდი მადლობა ნინო გაინტერესებისთვის. დიდი მადლობა თქვენ ორგანიზაციას, დონორებს, პარტნიორ ორგანიზაციებს, რომ ესეთი კარგ საქმეში დაგიჭიროთ მხარი. კი ბატონო. კარგად იყავით, ნაყოფის შეგვიძლია. დიდი მადლობა.